გამარჯობა. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები და ილია თოფურია ერთ დღეს ვერ იგებენ თავისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს. ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი გახსნა კაბო-ვერდესთან დაკარგული ქულებით, არა და იქ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით არის ჩასული. ილიამ წააგო საჩემპიონო ჯგუფი თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან ჩვენ და სამწუხაროდ. ხო, ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე თითქოს, მაგრამ მაინც ცოტა რთულად წარმოსადგენია და დაკვირვებული თვალი ლოგიკურ ბმას ამ ორ ამბავს შორის, ლოგიკურ ჯაჭვს, რა თქმა უნდა, მარტივად მიაგნებდა. და აი თურმე რაში ყოფილა საქმე. არც დიდი ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც ეს ორივე მოვლენა გაიმართა, საკმაოდ სერიოზული ტარიფები დაუწესა ესპანეთს, რამაც აზარალა ესპანეთის ეკონომიკა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა კარგი ძლიერი ეკონომიკის გარეშე არ არსებობს, უბრალოდ არსებობს, მაგრამ ისე არ არსებობს, როგორც საჭიროა. მაშინვე დაიწყეს ქვეყნის ლიდერებმა ზრუნვა და მუშაობა იმაზე, რომ ეს ეკონომიკა არ ჩამოშლოდათ, თორემ წუთ დღეში აღმოჩნდებოდა ესპანეთი, რა თქმა უნდა. და აი მივადექით ამ დღესაც, როცა სამწუხაროდ ესპანეთმა და ასევე ილიამ, რომელიც ესპანეთსაც წარმოადგენს საქართველოს გარდა, წააგეს თავისი შეხვედრები, უბრალოდ ნაკრებმა არ წააგო, მაგრამ კაბო-ვერდესთან ვერ მოგება ხოლმე წაგების ტოლფასია ფაქტობრივად. თურმე საქმეს ჩაერია ქვეყნის მეფე ფელიპე მე-6, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი. მან თხოვა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, რომ ეს პირველი შეხვედრა არ მოეგოთ და ასევე თხოვა ილიას, რომ წაეგო ეს ერთი აქამდე წაგება არ გაქვს, ერთი წააგე რა უჭირსო. და როგორც ქვეყნის პატრიოტებმა, ესპანელმა ფეხბურთელებმა, ილიამაც ამაზე მეფეს უარი არ უთქვეს. მეფემ თავისი ვეზირები გაგზავნა იატაკქვეშა ტოტალიზატორში, კაზინოში და იცით ყველამ, რომ ეხა ეს ორი პოზიცია, ასე ვთქვათ, რომ გადაგება საკმაოდ დიდი კოეფიციენტი გამოდიოდა, აქ მილიარდებზეა საუბარი, ამ ვეზირებმა მილიარდობით ევრო ჩაზიდეს მიწისქვეშა თუ იატაკქვეშა კაზინოში. და როგორც ამბობენ, ესპანეთმა სადღაც 20 თუ 25 მილიარდი ევრო გამოიმუშავა, აი ამ მარტივი ერთი შეხვედრით, მარტივი კომბინაციით, რომ ესპანეთმა კაბო-ვერდეს არ მოუგო, ხოლო ილიამ დათმო თავისი ჯგუფი. აი ხო ვინც იფიქრეთ, რომ პავლიკა გაგიჟებულაო, თქვენ გააგრძელეთ ამ ვიდეოს ყურება და ვინც იფიქრეთ, რომ აი ხო ვიცოდი რომ რაღაცაში იყო საქმე, ამბობდიო. აი თურმე რაში ყოფილაო ეს საქმე, თქვენ არ ვიცი, რა გიშველოთ? იმიტომ რომ კონსპიროლოგიით ეგრე შეპყრობილ ადამიანებს მე მგონია რომ დიდად საშველი აღარ აქვთ. არ ვიცი ამდენად თლად ესეთი სიგიჟე, მაგრამ პრინციპში არანაკლები სიგიჟეები წავიკითხე ამ ორი დღის განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ ილია თოფურია ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სპორტსმენად იქცა ბოლო წლებში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, როგორც სპორტსმენი მომწონს, როგორც საკმაოდ კრიტიკულად და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი მომწონს, გარდა იმისა, რასაც ოქტაგონში აკეთებს ის და მართლა ძალიან ფეერიული სპორტსმენია, ძალიან ლამაზად ჩხუბობს და ძალიან მაგარია, ამის ახსნა არ გვჭირდება ყველამ ვიცით. და იმ ადამიანებმაც კი, ვინც ეგ იციან, უბრალოდ სწორედ მაგ ადამიანებმა, ვინც ეგ იციან, რომ ილია თოფურია ძალიან ძლიერი სპორტსმენია, ვერ დაიჯერეს, რომ მან მართლა წააგო. მეც არ მჯეროდა, რომ გეიჯისთან ეხლა ამ ჯგუფს წააგებდა, მაგრამ მაგ ხალხმა იმდენად ვერ დაიჯერა, რომ ილიას დააბრალა, რომ გაყიდა, კი არ წააგო, გაყიდა და რატომღაც ფიქრობენ, რომ ეგ უკეთესია. ანუ ილია იმდენად ძლიერი სპორტსმენი გონიათ, რომ ფიქრობენ, რომ შეუძლებელია მან წააგოს, მაგრამ იმდენად ჩათვლახია, რომ შეიძლება ბრძოლა გაყიდოს. არ ვიცი მაგაზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. მე ჯობია ეგრე დავტოვოთ. ეგ არ არის კომპლიმენტი მეგობრებო, რასაც თქვენ ამბობთ, ვიღაცები, იმიტომ რომ წავიკითხე რამდენიმე და იმედია ძალიან ბევრი არ იყო. ილია თოფურიამ წააგო. ილია თოფურია კი არა ყველა აგებს აბსოლუტურად ცხოვრებაში, სპორტში მით უმეტეს და ეგ რა ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, როცა რაღაცა არგუმენტები არ არსებობს, როცა რაღაც დოკუმენტები არ არსებობს, რაღაც წყაროები არ არსებობს, არ შეიძლება რომ შეიძლება აზრი გაგიჩნდეს, შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, კი ბატონო, ყველაფერი, მაგრამ ადამიანს დააბრალა რომ შენ ძალით წააგე და ამაში ფული აიღე. არ ვიცი, ცილის წამებაა ჩვეულებრივი და მეტი არაფერი. მეორე ამბავი, რაზეც ასევე ბევრს საუბრობდნენ, იყო ის, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის იუბილეზე შეუძლებელი იყო, რომ ამერიკელს წაიგო. რა ვიცი, მანამდე მაგ ქარდზე იჩხუბა ორმა არა, ბევრმა ამერიკელმა იჩხუბა, მაგრამ ორმა უცხოელთან იჩხუბა.
და წააგეს, ჩენდლერმა წააგო, გარსიამ წააგო, რა ვიცი, ისინიც ამერიკელები არიან. ну, კიდე ერთ ფაქტორია, ну, ეს ჩხუბი ხამარზე იყო. კარგი. დონალდ ტრამპს რაც შეეხება, მას ევასება ეს სპორტი მოწონს, ასე ვთქვა, და კარგ პიარსაც იკეთებს იქ დანა ვაიტთან მეგობრობით და ამ UFC-ში ჩართულობით. მაგრამ რა ვიცი, ტრამპისგან არასდროს მომისმენია მან პირადად, რომ გიждდება დიდად ამერიკელებზე, ანუ ამერიკელ მებრძოლებზე. სადაც არ უნდა ყოფილიყო ის ეგეთ გადაცემაში, მაგალითად ჯო როგანთან პოდკასტში. ტრამპი უსვამს როგანს კითხვას, რომ შენი აზრით ვინ არის გოუთი ამ სპორტის, ანუ ყველა დროის საუკეთესო. როგანი პასუხობს, რომ რა ვიცი, აქ არის ჯონ ჯონსი, მერე აგრძელებს და ტრამპი აწყვეტინებს, რომ როგორ ხაბიბს არ ამბობ, ხაბიბს ხო წაგება არ აქვს, 29 თუ რაღაცა აქვს მოგებული და ის ჩემპიონი წავიდა და ასე შემდეგ. Unfortunately, he's a smaller guy. He's 125 pounds, flyweight champion. He's one of the greatest expressions of mixed martial arts I've ever seen. I think to this day. And Khabib? What about Khabib's fantastic. ეგ არ არის მხოლოდ როგანთან ერთი შემთხვევა. კიდე ბევრჯერ უთქვამს, რომ ხაბიბი, ანუ გიждდება ხაბიბზე ეს კაცი. დაღესტანელ რუს მებრძოლზე და რა ვიცი, ტრამპს არც არ უთქვამს, რომ ან ჯონ ჯონსზე გიждდება, ან გეიჯიზე, ან რომელიმე ამერიკელ სპორტსმენს. და ზოგადად ამერიკაში არ აქვს, მე მგონია, რომ არ აქვს ეგეთი გართულება, რომ ეგინდა თუ არა ამერიკელმა არ მოიგოს კი და წააგოს შემთხვევაში. ისევე როგორც შეიძლება კონდეს იმას, რა ვიცი. რამზანა კადიროვს გროზნოში რომ აჩხუბო ჩიმაევი, მართლა ვერავინ ვერ მოუგებს, უსყოპლანეტელები რო ჩამოუყვანო, იქ შეუძლებელია ჩიმაევს მოუგო. და მესამე ყველაზე, რა ვიცი, ხაზრს მოკლებულს ამას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი, რომ აი ვინა თუ არა დოპინგზე იყო გეიჯი, თორე ეგრე ვერ იჩხუბებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი, შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი შეიძლება. ის წინა რაც ჩამოთვალე ეგენით შეიძლება თავისუფლად რო ყოფილიყო ამ სამყაროში ყველაფერი ხდება და მე არაფერს არ გამოვრიცხავ, არ მინდა რომ ცუდად გაიგოთ ჩემი ნათქვამი. უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ის მტკიცებულებაც არ გვაქვს და შეუძლებელია გქონდეს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით შეუძლებელია ბუნებაში არსებობდეს ეგეთი რამე. ამაზე ჩაციკლა და აზრის ჭეშმარიტებად მოჩვენება არის სიგიჟე, ჩემი განმოსახედით. უბრალოდ ჩხუბს მინდა შევეხა, როგორც თქვი, ილია ძალიან მიყვარს როგორც სპორტსმენი და გული დამწყვიტა მისმა წაგებამ, ბრძოლის დამთავრების მერეც ეგრევე დავწერე Facebook-ზე, რომ მე ფიქრობ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული იყო ილია ბრძოლაში და ამას შეუშალა ხელი. რაღაც საბრძოლო ასპექტების განხილვას აქ არ დავიწყებ, სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან, ვინც მიმოიხილავენ ხოლმე MMA-ის ბრძოლებს და ეგ ხალხი უკეთესად გააკეთებს მაგ საქმეს, ასე რომ ჩემგანი არ არის საჭირო, უბრალოდ მე ეგეთი შტაბიჯლება დამრჩა. ილია ზოგადად ყოველთვის თავდაჯერებულია, მან თქვა, რომ არავის გაუთიშია მაქს ჰოლოვეი და მე გავთიშავ და გათიშა, მან თქვა, რომ ეწოდებოდა ოლივეირა და პირველი რაუნდში დაანოკაუტებდა და დაანოკაუტა, თქვა, რომ მანამდე კიდე თქვა, რომ ალექს ვოლკანოვსკი დაბერდა და მე ახალი თაობა ვარ და კამარი აუცილებლად ჩემი იქნება და გააკეთა, ანუ ყველაფერს რაც ამბობდა აკეთებდა ეს კაცი და როგორ გვინდა რომ ეჭვი შეიტანო მის ნათქვამში. მაგრამ მე მგონია რომ უშუალოდ ბრძოლის პროცესში, როცა ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა და ილიაც ხედავდა ამას, შეიძლებოდა ცოტა გადაეთქვა, ასე ვთქვათ, გონებაში თავისი ნათქვამი, რომ გეიჯის პირველივე რაუნდში გათიშავდა და აძინებდა და არაპირებდა ასევე მაგაზე შეპირებული იყო, რომ არაპირებდა ჭიდაობას, რაც ილიას გაცილებით უკეთესად გამოდის გრეპლინგი გეიჯისთან. არ გადაუხვია თავის გზას, პრაგმატულობა აკლდა ჩემი აზრით თოფურიას ამ ჯგუფში, იმიტომ რომ მიდიოდა მხოლოდ წინ, გაატარა 1-2 ძალიან მძიმე დარტყმა და მიუხედავად ამისა, მაინც წინ რაღაცა გეგმა B თითქოს არ ჩანდა ამ ბრძოლაში. და ამ ჩეხეობაში, ნუ გეიჯიც მაგ სტილის მოჭხუბარია, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მოგაყენოს. როგორც თქვი, ამ გარჩევაში მე არ შევალ. ბევრი გაირჩა უკვე ჩხუბი და ბევრიც მომავალში გაარჩევს, მაგრამ უბრალოდ ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა და მოდი ნუ დავაბრალებთ ადამიანებს და სპორტსმენებს ისეთ რაღაცებს, რაც ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს. არ მჯერა და ვერც დავიჯერებ და მით უმეტეს მაგისი არგუმენტები არ იქნება და არ იარსებებს არსად. მე ილიას უბრალოდ ვუსურვებ სწრაფად გამოჯამრთელებას. მინდა რომ მალე დაბრუნდეს და დაიბრუნოს ის რაც მას ეკუთვნის, იმიტომ რომ ძალიან დიდია ილია თოფურია. უკვე დღეს რო კარიერა დაასრულოს, მაინც ძალიან დიდია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგ სპორტის სახეობაში.
მაგრამ რა თქმა უნდა არაფერს არ დაასრულებს, დაბრუნება და დაიბრუნებს ის რაც მას ეკუთვნის. რაც შეეხება ხაბიბს, წეგან ვახსენე რომ დონალდ ტრამპის საყვარელი მებრძოლია აშკარად ნურმაგომედოვი ჩემი არა. ილიას აი ამ ბრძოლაზე გამახსენდა კონორის და ხაბიბის დაპირისპირება. იმიტომ კი არა რომ გავდა რაღაცით, არა. უბრალოდ აი პრაგმატიზმზე რომ ვლაპარაკობდი წეგან, მან და ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, როცა ხაბიბი რომელი რაუნდი არ მახსოვს და აქ თუ ჩავსვამ მაგ ვიდეოს ეგეც არ ვიცი რა სტრაიკები მოდის ხოლმე, მაგრამ თუ მომეცა საშუალება ჩავასმევინებ თუ არა და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში დარწმუნებული ვარ, როდესაც ნანახი ექნებათ ეგ ჩხუბი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩხუბია საერთოდ UFC-ს ისტორიაში და იმიტომაც გახდა ეგ ჩხუბი იმდენად დიდი, რომ ეზიზღებოდათ მაგ-ტიპებს ერთმანეთს. დღემდე ეზიზღებათ და ეს არ იყო რაღაცა ტრეშ თოქი უბრალოდ ჩხუბამდე და მე ჩხუბის მერე რომ ხოვნიან და კოსტნიან ერთმანეთს. რეალურად ეგ დაპირისპირება ისტორიულად იქცა, მაგიტო რომ კონორს და ხაბიბს და მათ გუნდებს დღემდე სულთ ერთმანეთი და ცოტა ეგეთი მომენტი იყო, როცა გძულს ვიღაცა გინდა ეგ ოქტაგონი იქნებოდა სადაც არ უნდა იყოს, გინდა დალეწო, დაამტრიო სახე და ხაბიბი ერთ მომენტში თქოს დაუდგა კონორს და ნუ ვიცით რომ ხაბიბს კარგად გამოსდის ჭიდაობა, კონორს სტრაიკინგი ეგრეთ წოდებული და წვრთნელის შეძახილია და ძალიან კარგად ისმის ერთ-ერთ ვიდეოში არ მახსოვს რომელი ვიდეოა რომ ხაბიბ დაივიწყე ყველაფერი, შენი საქმე უნდა გააკეთოს, უბრალოდ გაუკეთე ტეიქდაუნი, გადაიყვანე პარტერში და იქ გააკონტროლე და აღალე. ანუ ეგ რას ნიშნავდა, რომ პრაგმატიზმი არ უნდა დაივიწყო არანაირ დონეზე. როგორც არ უნდა გზულდეს მეტოქე და რა ჩხუბშიც არ უნდა გამოდიოდე და აი ეგ აკლდა ცოტა ილიას ჩემი აზრით ამ ჩხუბში, რომ რაც თქვა რომ პირველ რაუნდში ან მეორე რაუნდში უნდა გავთიშო ეს კაცი, უნდა დავაძინო, უნდა ვეჩხუბო, ქვემოთ არ უნდა ჩავიყვანო და ასე შემდეგ ძალიან ბევრი მსგავსი რამ თქვა, მაგას მიყვებოდა ბოლომდე და მაგან ცოტა დაგვაზარალა ჩემი აზრით. მსოფლიო ჩემპიონატის თემას მინდა დავუბრუნდე მოკლედ, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ხა ესპანეთის ნაკრების თამაშის გარჩევას კაბო-ვერდესთან, ისედაც არაფერს არ გავდა საშინელება იყო და მსოფლიოზე ლაპარაკის შესაძლებლობა გვექნება მომავალში, ისედაც ყველა მაგაზე ლაპარაკობს. მოდი გავიხსენოთ ერთ-ერთი მთავარი კონსპირაციის თეორია, შეთქმულების თეორია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. 98 წელს რონალდო დაფრინავს, ბრაზილიელი, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მიუძღვება სელესაოს ჩემპიონობისკენ, გაიყვანა ფინალში და თამაშამდე 1 საათით ადრე, სადაც პარიზში საფრანგეთს უნდა დაუპირისპირდეს ბრაზილია, იქ ხალხი ადგილობრივები სტადიონზე იგებენ, რომ რონალდო არ არის ძირითად შემადგენლობაში და რანაირად შეიძლება ეგეთი რამე მომხდარიყო. შოქში არიან ჟურნალისტები. პელე, სხვა ლეგენდები, არავინ არაფერი არ იცის. სულ მალე, სადაც 20 წუთში, ნახევარ საათში ცნობილი ხდება, რომ რონალდო არის ძირითად შემადგენლობაში და ეს იწვევს ძალიან დიდ დაბნეულობას. სულ მალე ირკვევა, რომ ბრაზილიელი წინაღამით გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს, ჰქონია სპაზმები და ყველას აინტერესებს რაშია საქმე. რონალდო გამოვიდა მოედანზე, ითამაშა 90 წუთი, მაგრამ არაფერი გააკეთა, ვერაფერი გააკეთა უბრალოდ საფრანგეთმა მოიგო ეს თამაში 3-0 ყველა მიცით და გახდნენ ისტორიაში პირველად ფრანგები ჩემპიონები. სულ მალე თამაშის მიმდინარეობისასაც პრინციპში და თამაშის მერე ეგრევე დაიბადა ეგეთი შეთქმულების თეორია, რომ ფრანგებმა ამ ბაყაყჭამიებმა რონალდო მოწამლეს. რაც პრინციპში დასაშვებია, ხო, ეხლა მსოფლიო ისტორიაში, მათ შორის ფეხბურთში თუ ისე იმდენი საშინელება მომხდარა, იმდენი ეგეთი ამბავი ვიცით, რომ არაფერი ამის დაუჯერებელი პრინციპში არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, დაიწყო გამოძიება ეგრევე, გაუთავებლად ხალხი მაგაზე ლაპარაკობდა, სხვათა შორის 2001 წელს ბრაზილიის პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც კი შეიქმნა სპეციალური, რომელიც ამ ამბავს იძიებდა. იქ გამოიკითხა რონალდო, სხვა ფიგურანტები, ძალიან ბევრი ადამიანი და საბოლოოდ ვერავინ ბუნებაში ვერ დაადასტურა, რომ რონალდო მოწამლეს. ოფიციალური დასკვნა, რაც დაიდო, რაც დადეს სპეციალისტებმა, ექიმებმა იყო ის, რომ რონალდო საკმაოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესში და წნეხში იმყოფებოდა, ამან გამოიწვია გონების დაკარგვა, რამდენიმე წამით სპაზმები, უბრალოდ მენტალური მდგომარეობის გამო დაემართა ის, რაც დაემართა. ეს არის ოფიციალური დასკვნა. თავად რონალდო საუბრობს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მჭირდა, უბრალოდ გონება დავკარგე და მე უთხოვე ზაგალოს, რომ ძირითად შემადგენლობაში დავაყენებინა, იმიტომ რომ ვიყავი მზად. ეგრე იყო ეგ ამბავი. თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს, ალბათ საქართველოშიც და მსოფლიოშიც დღემდე ჯერა, რომ რონალდო მოწამლეს ფრანგებმა. ვისაც უნდა რაღაც დაიჯეროს,
რა თქმა უნდა, მას ვერ გადაათქმევინებ, რაც არ უნდა არგუმენტები და დოკუმენტები დაუდო. უმთავრეს თეთრია, არ არის თეთრი, შავია. კი ბატონო, იყოს ეგრე. კიდე ერთი ამბავია სხვათა შორის, მაგ ფინალთან დაკავშირებით და რონალდოსთან დაკავშირებით, რომ და ბევრად უფრო ახლო რეალობასთან ჩემი აზრით, ეგ ამბავიც არ არის დადასტურებული, მაგრამ ეგ მართლა შეიძლება მომხდარიყო. იმ პერიოდში რონალდოს ჰქონდა კონტრაქტი Nike-თან, საკმაოდ დიდ თანხას იღებდა იმ პერიოდისთვის დიდ თანხას Nike-ის ფუცებით თამაშისთვის. და Nike-ის წარმომადგენლებმა მოთხოვეს ავადმყოფ რონალდოს, რომ ფინალში აუცილებლად უნდა ეთამაშა და რონალდომაც ამიტომაც გამოიდო თავი, რომ რაღაცა ფული არ დაეკარგა და ფინალში ეთამაშა. მე ეს ინფორმაციაც რა თქმა უნდა უარყო თავად მანამს და ყველამას Nike-ის წარმომადგენლებმაც, რომ არანაირი უძულება არ ყოფილა, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია, რომ შენი მოთამაშე როცა ყავს, მას უამრავ ფულს უხდი, გინდა რომ გამოვიდეს და ეგეთი თამაში, რომელიც მთელი მსოფლიო უყურებს, ითამაშოს. ჩვეულებრივი ამბავი. ისევე როგორც მაგალითად, ხო, ფეხბურთელებს რომ დიდი კომპანიები ასპონსორებენ, ეგ ახალი ამბავი არ არის და 1970 წელსაც მაგალითად პელეს პუმა აცმევდა ბუცებს და იმ პერიოდის 70 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები რო ნახოთ ბრაზილიის დასაწყისში, პელე ყოველთვის აი ცენტრთან როცა სანამ ბურთი უნდა გააგოროს პირველი სასტვენი იქნება, მიდის და ამ ბუცებს იკრავს, რომ ალბათ რაღაც დავალება ქონდა ეგეთი, შედიოდა კონტრაქტში, რომ ყურადღება მიექცია გულშემატკივარს რა ეცვა პელეს. რომ მე ბევრი ბუცი გაყიდულიყო, ამ პუმას ბევრი პროდუქცია გაყიდულიყო. სხვა შორის მარჩვეულებრივი წიგნია ძალიან კარგი ქართველი მწერლის გურამ ფანჯიკიძის და ასევე ფეხბურთის დიდი გულშემატკივრის თავისი მოგონებები აქვს ერთ წიგნად შეკრული, ერთ წიგნად არ იყო შეკრული, მე შეკრეს, მაგრამ თავის მოგონებები აქვს, მათ შორის 70 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სადაც თავადაც იმყოფებოდა ქართველი მწერალი და ის ამბობს, რომ პელეს $5,000 გადაუხადა პუმამ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პუმა ჩაეცვა. და ზოგადად აი ამ იმ პერიოდის სპონსორებთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობის შესახებ საინტერესო მოგონებები აქვს და ზოგადად ძალიან კაი წიგნი არის და მე შეგვიძლია მაგ წიგნზე უფრო მეტი ვილაპარაკოთ, მაგრამ უკეთესია რომ ვისაც აინტერესებს ფეხბურთი, მათთვის მე მგონია ფანჯიკიძის მოგონებები სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატიდან, სადაც ყველგან არის ნამყოფილ ამის იმ პერიოდში 66, 70, 74, 98, 82, 86 და ასე შემდეგ. და მათ შორის დინამო თბილისი აქვს კარგი მოგონებები და მაგ წიგნის წაკითხვას გირჩევდით მე პირადად. ასევე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ლაპარაკი არ მინდა დამღალა, თან სანამ ეს წლევანდელი მუნდიალი მოვიდო და ცოტა მივიწყებული იყო უკვე 1-2 წელი ილაპარაკეს და მე გაჩერდნენ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მესის მსოფლიოს ჩემპიონატის შეტენეს. ხო, ავიცი ხა თუ არ გიყვარს არგენტინის ნაკრები, თუ არ გიყვარს მესი, თუ გძულს უბრალოდ მესი, შეგიძლია ეგრე იფიქრო, რომ შეტენეს, იქ ბევრი პენალტი დაუდეს. პენალტი დაუდეს რა არ იყო, რომელიმე შეიძლება არ იყო, მაგრამ გამოვრიცხავთ, რომ საჭიროება შეეშალა რაღაცა და მაგიტომ დაინიშნა თუნდაც ვარის ეპოქაში ეგეთი პენალტი. თუ როგორ შეტენეს, ან მაგალითად კოლომუანი რო ერთ-ერთზე გავიდა ბოლო წამზე მარტინესთან, უთხრა თუ ანიშნა საით და არ თქმა თუ წინასწარ იყო ეგრე დადგმული თუ როგორ იყო ეგ ამბავი. არ ვიცი, ხო ეგეთი შეთქმულების თეორიები ყოველთვის იარსებობს, უნდა არსებობდეს კიდევაც უფრო საინტერესოა ეგრე ცხოვრება შეიძლება, მაგრამ რაღაცა დაიჩემო, თავი გამოიდო და ჯეროდეს რომ გინდა თუ არა ესეა, როცა არაფერი არგუმენტი შენ სასარგებლოდ არ არის. მე მგონი რთულია ეგრე. ხო, არ ვიცი. კი ბატონო, მესი შეტენებს, ნახოთ ამ მუნდიალზე რონალდოს თუ შეტენიან მსოფლიოს ჩემპიონატს, ისიც ხო ძალიან დიდია და ისიც იმსახურებს პრინციპში რატომაც არა. ნახოთ ამ მასონებს უყვართ თუ არა რონალდო. ხო, მინდა მადლობა გითხრათ გამოხმაურებებისთვის, რაც იყო პირველ ვიდეოზე, რომელიც მე დავდე YouTube-ზე, კომენტარებისთვის, მადლობა ყველას. შეგიძლიათ აქაც დამიწეროთ კომენტარები და ალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ამის მერე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვილაპარაკებ აუცილებლად. ნაბადროებით.